მოგესალმებით ევროპის დედაქალაქიდან. იქ სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი დაიწყო ეს თავგადასავალი, რასაც ქვია ეგიდიუმის ქართული სახლი, რომელიც არის იცით გიორგი, აქ ძალიან ისეთი აპრობირებული მეთოდია ეს ზოგადად, ქვეყნების პრესტიჟის საკითხია, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ პოლიტიკურის და მეორეს მხრივ ჯამში როგორც ცივილიზაციური ერთეულის, რომ იყვნენ წარმოდგენილი ევროპის დედაქალაქში, წარმოადგენდნენ ჩვენს ისტორიას, წარმოადგენდნენ ჩვენს კულტურას, ასეთ სახლები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, ბევრ თავმოყარე ქვეყანას და საქართველოს ასეთი კულტურისა და ისტორიის სახლი აქ არ ქონია და ეგიდიუმი არის ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამას, რომ აზერბაიჯანის ფონდის მეშვეობით დაფუძნდეს ეს ქართული სახლი ბრიუსელში. ეს არის იდეა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ ჩაუყარა საფუძველი ჯერ კიდევ კარგ დროს, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ეს ქვეყანა კანდიდატი გახდა, ჩვენი ქვეყანა კანდიდატი გახდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა, როდესაც საქართველოში ერთგვარი მაღალი მოლოდინები იყო და რეალურად დაიწყო იმ სურათის გამოჩენა, რასაც ქვია რეალური ქართული პერსპექტივა ევროკავშირში. დღეს სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფულ ნიშნულზე მისული, რა ვიცი, შექსპირის ცნობილი ფრაზისა რაღაცა დალპადანი სამეფოში, განსაკუთრებით აქტუალური უკანასკნელ დღეებში, ამის გარდა არაფერი არ მიესადაგება დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს და იმას დამართა მას ივანიშვილმა, მაგრამ ეგიდიუმი და ეს ქართული სახლის იდეა არის ერთგვარი კიდევ დამატებითი, როგორც თქვა, იმედის მუხტი, იმედის, რომ ისე ზუსტად როგორც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ხო? ვარია ყიფიანი, დიმიტრი ყიფიანი შვილიშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საზოგადო მოღვაწე, რომელიც აი აქედან ფარს უჭერდა ქართული დამოუკიდებლობის საქმეს და ქართული დამოუკიდებლობის იდეას ქართული საღამოებით. აი ესეთი ფუნქციაც ევროპის დედაქალაქში ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, აი ესეთ დროს, როდესაც პერსპექტივა მკვდარია, როდესაც იმედი სამწუხაროდ ძალიან მინიმალურია, რომ რამე კარგად წავა, როდესაც ხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც დე-ფაქტო იკავებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის დედაქალაქის მერის თანამდებობებს, ეს ადამიანები ღია წერილებით და სამძიმრის წერილებით მიმართავენ ევროპას, რომ თურმე ქვეყანაში სადაც რაოდენიმე საუკუნეა კანონმდებლობა არსებობს, დანიას გულისხმობ, ტობახიძის სადარდებელია დემოკრატია და სტანდარტები იმის, რა ქვია, საზოგადოებრივი ცხოვრების, თურმე ზალცბურგერი არის მის სამძიმრებელი, რომ კალაძესთან ურთიერთობა გაწყვიტა, იმიტომ გაწყვიტა ურთიერთობა, რომ ეს არის გენერალური მდივანი პარტიისა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აწამებს ოფიციალურად პირდაპირ მნიშვნელობით, აწამებს 300-ზე მეტი ადამიანი იყო ნაწამები საპროტესტო აქციებზე, ამას არ გმობს, ამას არ იძიებს და ეს ხალხი აი ამ რაღაცა აგრესიულ ისტერიაში არის რამოდენიმე დღეა, რომ თურმე რაღაცა მოხდა დანიის სამეფოში. ამიტომ აი ამ კონტექსტში ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესოა. რო დავაზუსტოთ, ანუ ეს არ არის კომერციული პროექტი, როგორც ხვდები, ანუ იქ რაღაცა სიტყვაზე მამუკა ხაზარაძის ფონდი მის კომერციულ დატვირთვას კი არ აპირებს, ან სასტუმროდ ან რაღაც გასაქირავებელ ობიექტად ამხელებს, არამედ მას ექნება მულტიფუნქციური დატვირთვა, პირველ რიგში ალბათ ქართული კულტურის, მაგრამ არა მარტო, ასე ვთქვათ, გარკვეული საელჩოსავით შეიძლება იყოს. თან საუბარია ბრიუსელის გულზე, ძალიან ისეთი ადგილია. სანჟელის უბანზე ბრიუსელის აბსოლუტურ გულზე. და ამას ყველაფერს ცხადია ჭირდება სერიოზული გეგმა, ხედვა, მენეჯმენტი და ასე შემდეგ. უშუალოდ მამუკა ხაზარაძე რამდენად არის ჩართული ამ მზადებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და რა კავშირშია ეს მათ შორის დავუშვათ ქართულ პოლიტიკასთან, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ. აბსოლუტურად პირდაპირ კავშირია, რა თქმა უნდა, ეს არის კომერციული პროექტი, გიორგი, არავითარი კავშირი კომერციული პროექტი არ აქვს, საკუთარ თავს არ მიცემს უფლებას, რომ მე მელაპარაკა პოლიტიკოს ამდენი ამ თემაზე. ჩემი ინტერესი და ჩემი მთავარი სათქმელი ამ პროექტში სწორედ ის არის, რომ ხო, არაფერი კომერციული, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და გაწყვეტილი პროექტი. ამ პროექტის მიზანი არის, რომ დაფუძნდეს ერთგვარი ქართული სახლი, ისეთივე კულტურის ცენტრი და ისეთი ტექნიკის წარმომადგენელი ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ქართულ კულტურას, რომელიც წარმოადგენს აი ამ ქართულ უდიდეს ტრადიციას. ეს იქნება სახელმწიფოებრიობის ტრადიცია, ეს იქნება, ვიცი, კულტურული ისტორია ჩვენი ქვეყნის, ლიტერატურული და ამ შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად ეს იქნება თავისუფალი საქართველოს სახლი, თავისუფალი საქართველოს ცენტრი ევროპის დედაქალაქში. იქ სადაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიილტვის
სადაც არას სამტკიცებს აბსოლუტურად ყველა გამოკითხვა, ხო 80%-ზე მეტი ჩვენთან მოქალაქე ამბობს საქართველოს უნდა იყოს აი ამ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელსაც აერთიანებს ერთის მხრივ ქრისტიანული ტრადიცია და მეორეს მხრივ თავისუფლების, დემოკრატიის, რესპუბლიკაში ცხოვრების ფასეულობები, აი ამ იდეისთვის შეგონებული სახლი იქნება. ეს იქნება პირდაპირ ვაბობ აი ადგილი, სადაც თავისუფალი საქართველოს ყოველთვის იარსებებს ევროპული საქართველოს. ის საქართველოს, რომლისთვისაც იბრძოდა დიმიტრი ყიფიანი, ბარბარა ყიფიანი, რომელსაც ქმნიდა ილია ჭავჭავაძე, როგორი რესპუბლიკა შექმნა ნოე ჟორდანიამ და პირველი რესპუბლიკის სხვა მესვეურებმა. ასეთი საქართველოს, რომელიც განთავისუფლოს ზუსტად გამსახურდიამ და კოსტავამ, საქართველოს, რომელსაც ეამაყება თავისი წარსული, ამ წარსულთან კომფორტულად არის, აი ამ საქართველოს წარმომადგენლობა იქნება, აი ეს იგიდიუმში ქართული სახლი და არა იმ საქართველოსში, როგორც საქართველოსაც გადაგებს ყობახიძე, საქართველოს, სადაც ერეკლე მეორე შეიძლება დააკანინო იქამდე რომ მიიყვანო რაღაცა რუსეთთან დამლაგებლის პოზიციამდე. საქართველოს, სადაც ოჯახის ფასეულობას იცავდა ისე, რომ არ გედარდებოდეს ბავშვები, რომელსაც ჭირდებათ წამალი. საქართველოს, რომლის დამოუკიდებლობას და პატრიოტიზმის იმაზე კი არ დგას, რამდენი წელი გაიტანა თვითმყოფადობა ამ ქვეყანამ, არამედ თურმე იმაზე დგას რუსეთთან რამდენად კარგ ურთიერთობაში არის. საქართველოს, რომელსაც აშენებს ივანიშვილი, არაფერ კავშირში არ არის იმ საქართველოსთან, რომელიც უნდა ჩვენ თავმოქალაქეებს და აი ამას წარმოადგენს სწორედ ბრიუსელში სამწუხაროდ, რასაც საელჩო უნდა წარმოადგენდეს გიორგი, აქვე ვიტყვი, მაგრამ სამარცხვინოდ უკვე წლებია საქართველოს საერთო ევროკავშირში იქცევა როგორც ნამესნიკის სახლი. როდესაც სამოქალაქო ბიზნეს ინიციატივები უნდა და ანაცვლებენ კიდეც იმ საქმეს, რომელსაც ქართული სახელმწიფო ინსტიტუციონალურ დონეზე უნდა აკეთებდეს და ეს მთლობა ამ ნაწილში ინვესტირება მხოლოდ მისასალმებელია. წარმატებას უსურვებთ ამ პროექტის ავტორს და ველით რომ ამ სასახლეში საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო ღონისძიება ჩატარდება და შედეგებზე მოახდენს გავლენას ქართული საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. მე დაწუნებული ვარ გიორგი. ძალიან დაწუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება ის დღე, როდესაც როგორც თბილისის ყველა ქუჩაში, საქართველოს ყველა ქუჩაში, საქართველოს ყველა სოფელში, ისე აქაც სენჟილის უბანში, ბრიუსელში, ეგიდიუმში, ქართულ სახლში და ყველა ქართულ სახლში საქართველოში ძალიან მალე აღნიშნავთ ერთად საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და აი ეს პერიოდი, რაც ახლა ვცხოვრობ, დარჩება ერთგვარ რაღაცა ცუდ ლაქად, შავ ლაქად საქართველოს ისტორიაში. აი ხა ვიმყოფებ შეხვედრიდან გამოვედი შენთან სანჟილის მერთან, რომელიც არის კონკრეტულად აი ამ ქალაქის ამ ნაწილის მერი, სადაც ეს ქართული სახლი იქნება განლაგებული და მასთან ვსაუბრობდით ახლა აი იმდენ რაღაცაზე, იმდენი რაღაცა შეუძლია ამ ქალაქში შეხვედრას თუ თქვენ? კი, მამუკაც ესწრება, ბადრის ესწრება ამ შეხვედრას. მამუკა ძალიან აქტიურად არის ჩართული აი ამ პოლიტიკურ ნაწილში და აი ამ იმ ნაწილში, რასაც ნიშნავს აი ამ საქართველოს წარმომადგენლობა ამ ქართული სახლის რუსეთში აქტიურად არის ამბავში ჩართული და აი აქ დავინახეთ აი ეს გვინდა ჩვენ დეცენტრალიზებული ქალაქი, რომელშიც ქალაქის თავს და მერს აქვს ფუნქცია და შეიძლება თავის თანამოქალაქეებს დაეხმაროს. ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებისთვის არის და არა მართველებისთვის და კიდე რაღაცა ფარული მართველებისთვის. ამიტომ ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა.